მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო, თქვენი მყოფებით არხზე ისწავლე ყველაფერი კომპიუტერზე. დღევანდელი ვიდეო გაგვეთილით, მე მინდა გასწავლოთ თუ როგორ შეგვიძლია ძალიან მარტივად Adobe Reader-ის და Adobe Reader Pro-ს ალტერნატივის ჩაწერა. ეს არის პროგრამა, რომელსაც გააჩნია როგორც PDF-ის წაკითხვის, ასევე PDF-თან მუშაობის და მისი რედაქტირების ფუნქციონალი. და რაც მთავარია, სხვა ალტერნატივებთან შედარებით ეს პროგრამა არის აბსოლუტურად უფასო, ღია კოდის მქონე და არ საჭიროებს არანაირ დამატების ლიცენზიის შეძენას, როგორც ეს Adobe-ს შემთხვევაშია. პირველ რიგში გავხსნათ ბრაუზერი და საძიებო სისტემაში ჩავწეროთ PDF გიარი. ამის შემდგომ გადავიდეთ ოფიციალურ ვებგვერდზე. შემდგომ დავაჭიროთ free download გილაკს. დაველოდოთ რამოდენიმე წამი, შევინახოთ ჩვენთვის სასურველ ადგილას. ჩემ შემთხვევაში download manager-ი ჩაერთო მეგობრებო, აქედან გამომდინარე პირდაპირ იწერს გადმოწერილ ფაილებში და პროგრამის ფაილში. გადმოწერის დამთავრების შემდგომ უბრალოდ გავთიშოთ ბრაუზერი, ის აღარ გვჭირდება. და ჩავთვალოთ საინსტალაციო პროცესი. ეს ასე. აქ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ნებისმიერი ენა, რომელიც ჩვენთვის ყველაზე კარგად არის გასაგები და აღსაქმელი. ენებს შორის არის გერმანული, ინგლისური, ესპანური, ფრანგული, იტალიური, ჰოლანდიური, პორტუგალიური, რუსული, ეს ვორდები არის კორეული და ეს არის ტრადიციული და მანდარინ ჩინურები მეგობრებო. ზუსტად არ ვიცი ნამდვილად. ამ შემთხვევაში მივირჩევ ინგლისურ ენას, ვაწევით OK-ს. Next, აკაც next. დაყენება არის სტანდარტული. დაყენების შემდგომ რამოდენიმე წამი მოგვიწევს ლოდინი, რათა პროგრამა საბოლოო ჯამში დაყენდეს C დისკზე. როგორც კი დაყენდება, იხსნება ოფიციალური ვებგვერდი და გვაცნობებენ, რომ პროგრამა წარმატებით დაყენდა და ჩვენ შეგვიძლია გავწევრიანდეთ მათ community ჯგუფში, სადაც შეიძლება საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ რჩევები და დახმარებაც კი. ამ შემთხვევაში მე ეს არ მჭირდება, უბრალოდ გავთიშე ვებგვერდი და ეხლა ჩავრთავ პროგრამას. პროგრამის ჩართვის შემდგომ ჩვენ ვხედავთ ფუნქციონალს. პირველი ეს არის გახსნა, PDF ფაილის შექმნა, PDF ფაილის Word-ად გადაყვანა, Word ფაილის PDF-ში გადაყვანა, PDF-ის ფოტოებში გადაყვანა, ფოტოებით PDF-ის აწყობა, დიდი ზომის PDF ფაილის ზომაში შემცირება. ეს გამოგადგებოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ მეილზე PDF-ის გაგზავნა და მეილზე ხშირ შემთხვევაში შეზღუდვა არის ხოლმე გარკვეულ ზომებზე. PDF-ში გარკვეული ინფორმაციების ჩამატება და ინფორმაციის შევსება, რამოდენიმე პატარა PDF-ის ერთ დიდ PDF-ად გადაკეთება. და პირიქით ძალიან დიდი PDF ფაილიდან კონკრეტული ვერდების ამოღება და ცალკე PDF-ად გადაკეთება. ესე აბსოლუტურად ყველა ფუნქციონალი არის ხელმისაწვდომი ამ შესანიშნავ პროგრამაში და თავიდანვე გაქვთ ცდომა აბსოლუტურად ყველა იმ ფუნქციონალზე, რაც გააჩნია ამ პროგრამას უხეშად რო ვთქვათ მისი პრო ვერსიას. რა თქმა უნდა ეს პროგრამა არის უფასო, არანაირი პრო ვერსია და ფასიანი ვერსია არ გააჩნია, უბრალოდ ანალოგი მომყავს იმ პროგრამებიდან, რომლებიც არის ფასიანი მეგობრებო. ხშირ შემთხვევაში ფასიან პროგრამებში რაღაც მინიმალური ფუნქციონალი არის ხელმისაწვდომი, ხოლო დანარჩენზე უკვე პროგრამა გიწერთ, რომ გჭირდებათ ლიცენზიის შეძენა. ამ პროგრამაში კი პირდაპირ შეგიძლიათ ნებისმიერი ფუნქციონალი, რაც მას გააჩნია, სრულიად უპრობლემოდ და უფასოდ გამოიყენოთ. დღეისათვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთანაც ყურადღებისათვის. ვიმედოვრებ, რომ მოგწონთ ჩემს არხზე განთავსებული კონტენტი და ზოგადად ჩემი არხი. თუ რომელიმე თქვენთანაც გექნებათ რაიმე სახის შეკითხვები, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ეს შეკითხვები კომენტარებში ან დამიკავშირდეთ ჩემ Twitter აკაუნტსა და მეილზე, რომელიც მითითებულია აბსოლუტურად ყველა ვიდეოს აღწერაში. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.